ქალაქი, რომელსაც ძილის დროს სიმშვიდე უნდა ჰქონდეს. თუმცა ჰიუსტონში უკვე თვეები არა ცხამი აღარავის ძინავს. განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. პირველად ის დაინახეს კამერაზე 02:47 წუთზე, ქუჩის კუთხეში, შავი ქურტუკი, კეპი დაბლა ჩამოწეული, ხელში პარკი, რომელშიც თითქოს არაფერია. მისი სიარული ნორმალურია, მაგრამ სახეზე რაღაც არაბუნებრივი სიმშვიდე იგრძნობა. იმ ღამით 3 ადამიანი მოკვდა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სუპერმარკეტიდან ბრუნდებოდა, პატარა ბიჭი, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და დედას ელოდა და მოხოცი ქალი, რომელიც თავის ძაღლს ასეირნებდა. პოლიციამ თავიდან იფიქრა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყო. მაგრამ როდესაც მეორე კვირას მსგავსად დადგა სხეულები, ყველა მათგანი სრულიად უსიმპტომოდ, შიშის გამომხატველი სახით დაეჭვდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვის სხეულზე წითელი პარკი იპოვეს, რომელშიც მხოლოდ ეს იდო, პატარა ქაღალდი, სადაც ინგლისურად ეწერა „მე ქალაქს ვასუფთავებ“, არაფრის. მას შემდეგ ქალაქში წვლები გაორმაგდა, მაგრამ მის შეჭერებას ვერავინ ახერხებს. მისი ნამდვილი სახელი უცნობია, მაგრამ მისი ზედმეტ სახელია ღამის მფატრავი. ერთმა პატარა გოგომ, რომელიც გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ აივანზე ფისო გამოეკიდა, პოლიციას უთხრა. მას არ ქონდა ემოცია, თვალები სულ სიბნელეს გავდა. მითხრა, რომ ჩემი დრო ჯერ არ იყო და წავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის არაუბრალოდ მკვლელია. ფსიქოპათია, რომელსაც სიამოვნება სასტიკი, უხმო სიკვდილისგან აქვს. სიჩუმეში უყვარს მოკლა. ერთხელ ერთ-ერთ ჩანაწერში ის ღიღინებს რაღაც ძველ ამერიკულ საბავშვო სიმღერას და შემდეგ ხმამაღლა იცინებს. სიცილი ისეთია, როგორიც ადამიანს არ ეკუთვნის. მანამდე არავინ იცის, როდის გამოჩნდება ისევის. მხოლოდ ისაა ნათელი, თუ ქუჩაში ღამის 3-ის შემდეგ ფეხით ხარ და იგრძენი, რომ უკნიდან ვიღაც მოდის, არ შემობრუნდე. სხვა შემთხვევაში ბოლო რაც გაიგონებ, იქნება ჩურჩული. შემდეგი შენ ხარ.